ლეილასა და რობერტს ქალიშვილი თელ-ავივიდან ურეკავს. გურჯაანი და თელ-ავივი ყოველდღიურად ასე უახლოვდება ერთმანეთს. მშობლები ისრაელში დატოვებულ ოჯახის წევრებს ჩვენ შესახებ უყვებიან. ზე რადიო ხერხუთ. ლეილა დღეს ჩვენი სტუმრები რომელსაც უნდა მოვიდნენ. საღამოს საოჯახო სასტუმროში სტუმრებს ელოდებიან. იმ რეცეპტით მომზადებულ ლობიოს დაახვედრებენ 3 წლის წინ რომ გაასინჯეს. ლეილა სამზარეულოში ინაცვლებს. რობერტი და ლეილა საბჭოთა საქართველოში დაიბადნენ. რობერტი ფოთში, ლეილა სურამში. 70-იან წლებში მათი მშობლები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოდან ემიგრირებული ოჯახის შვილებმა ერთმანეთი ისრაელში გაიცნეს. ეს ჩვენი ოცნება იყო 2000 წლის განმავლობაში ლოცულობდით იმაზე, რომ ჩვენ სამშობლოში განსამშობლო არ ქონდა. საქართველოს ჩვენი სამშობლოა, მაგრამ ეროვნები ჩვენ ებრაელები ვართ და სურვილი ქონდა, რომ ჩვენ დაბრუნებული ვიყავით ჩვენ წმინდა იერუსალიმში. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ოცნება ახდა. სამი შვილი რომ გაზარდეს, ახალი ოცნება დაიბადა. საქართველოში ჩამოსვლის ოცნება. გურჯაანში დასახლება ცოლქმრის გეგმებში არ შედიოდა. გურჯაანში რობერტის შემთხვევით მოხდა. აქაური ბუნება ტოსკანას მიამსგავსა და 2005 წელს მიწად შეიძინა. მერე ოცნების განხორციელებას შეუდგა. მომეწონა ადგილი სახლი, რაც იყო შიგნით რამდენად ძველი სახლი იყო და უკვე ხეები იყო ამოსული ქრისტიანები და ეს სახლი დავანგრიეთ და მე ვთქვი, მოდი აქ ბუნება კარგია, აერი კარგია, ხალხი კარგია და მოდი აქ ავიშენე პატარა სახლს და ჩამოვა წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ შვილებთან ერთად და იქნებით. მობრძანდით ახლა გაგაცნობთ ჩემს სასტუმროს. ახლა მეუღლეები საოჯახო სასტუმროს უძღვებიან. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებენ. საქმეს მარტოები ართმევენ თავს. აქ წერია ჩვენელას რომ აი კურთხება ამ ოჯახის პატრონს და აქ დავსვენებელ ხალხს. ესეც ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, მიყვარს ასეთი რაღაცების გაკეთება, ძველი რომ ახლად გადავაქციო და უფრო საინტერესო გახდეს. თუნდაც აი ეს ხე ყვავილების დასადებად ჩემი გაკეთებულია. მიყვარს ასეთი რაღაცა. და მიყვარს როცა სხვასაც უყვარს, ჩემი რაც მიყვარს. აი ეს ყველაფერი ჩემი დიზაინით არის გაკეთებული. ეს დაბეჭდილი არის ისრაელში და გვყავს აქ ვაჟა-ფშაველა. ლეილა ამბობს, რომ თავისი საქმით გურჯაანელთა ყოფაშიც ცვლილებები შეაქვს. როცა კაფე გავხსენე და გავიტანეს მაგიდები გარეთ, მინდოდა გოგო მოსულიყვნენ აქ ქალებს. მართლა მინდოდა ყველგან ვაცხადებდი, რომ მოდით, მე მინდა რომ ქალბატონები დავჯდეთ, ვისაუბროთ. ეს იყო ძალიან რთული, ძალიან მიუღებელი. კი, მოდიოდნენ ჩემი ხათრით, უნდათ მოსმენა, მაგრამ თხოვდნენ ისეთ ადგილას დამცვი, არავინ არ დამინახოს. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მისცეთ უფლება თქვენ თავს. არა, ეს მარტო თბილისში, ეს მარტო თბილისში და ქალაქში არ არის. გურჯაანი არის ძალიან კარგი ადგილი. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს აქ. მე გავიცანი თბილი ხალხი, ჭკვიანი ხალხი, რაც მთავარია, ქართველები არიან ძალიან ჭკვიანი ხალხი. რობერტ, მე გავდივარ, კარგი? კარები დაკეტე. ხალხთან ურთიერთობა ლეილას საყვარელი საქმეა. ცოცხალი ურთიერთობისთვის საუკეთესო ადგილი კი ბაზარია. ამბობს, რომ ახალი ბოსტნეული საყიდლად კვირაში 3 ბაზარში აუცილებლად მიდის. ზოგჯერ უბრალოდ ხალხთან გამოსალაპარაკებლადაც. კილო ბანანი ამეწოდნენ, 1 კილო იწიფა. გამარჯობა. და ცერეცოც მომეციცო 1 კონი თუ შეგიძლია. მადლობთ, ხეირი ნახეთ. კარგად. მოვდიოდი ჩემ საქართველოში, ვიცოდი როგორი ხალხი იყვნენ, მაგრამ იმის შიშიც იყო, კიდე მაინც როგორ შეგვხვდებოდნენ, ვინაიდან ბევრი ცუდი გვესმენდა. მაგრამ ეს ყველაფერი წაიშალა, რაც ჩამოვედით მის მერე. ასეთ რაღაცებს არ შევყრიბათ. არიან ძალიან თბილი ხალხი, მიგვიღეს ძალიან კარგად. ცოლქმარი ამბობს, რომ გაუმართლათ, რომ აქვთ 2 სამშობლო. და გაუმართლათ, რომ ყავთ ერთმანეთი. ჩვენი წარმატების ფორმულა სიყვარული. გაგება, ერთმანეთის გაგება. ურთიერთი გაგება. თავდაბლობა. ძალიან მნიშვნელობა აქვს თავდაბლობას. ძალიან მნიშვნელობა აქვს, რასაც აკეთებს სიყვარულით გააკეთო. რობერტსა და ლეილას უფრო დიდი გეგმებიც აქვთ. ბევრ ტურისტს საქართველო იმ თვალით უჩვენონ, თვითონ რომ ხედავენ. უკეთესი საქართველოსთვის კი უნდათ თავისი პატარა წვლილი შეტანა გურჯაანიდან დაიწყონ.